ნოროჟანის ქუჩაზე მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ხალხმრავლობა იყო. თავარი მიზეზი ამ ხალხმრავლობისა იყო სათამაშო სახლები, რომლებიც აი ამ ქუჩაზე იყო განლაგებული. ერთ-ერთ სახლში ხელმოცარული დიდარი ადამიანი ცხოვრობდა, რომელმაც რაღაც ფული რო დაემუშავებინა, გაუკეთებია შემდეგი რაღაც სათამაშო სახლი გაუკეთებია. თავისთან, თუმცა ამ სათამაშო სახლიდან ძალიან ბევრი მოდიოდა უკმაყოფილო. ხა რას ნიშნავდა? უკმაყოფილო ყველაფერს წააგებდა, მშიერი, მწყურვალი, მაგრამ რო გამოდიოდა ეს ადამიანი რაღაც ხუმრობას, აუცილებლად ტკბილ ხუმრობას დააწევდა, რის შემდეგაც ეს ადამიანი გაღიმებული მოდიოდა იმ ადგილიდანო. მე აი ამ ქუჩაზე ერთ-ერთ ფრანკს მადამ ანტუანელას სახლი უქირავებია და ერთი პერიოდი აქ ბალეტსაც კი ასწავლიდენო. ეს მადამ ანტუანელა თბილისშივე დაღუპულა. თუმცა 1878 წელს ამ ხელმოცარული დიდრის სახლშიც უცნაური ამბები ხდებოდა. ზაფხულში თითქმის 4 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ სახლის სახურავზე ვიღაცეები აქაც კენჭებს, ქვებს ისროდნენ. ვერ გაარკვიეს ვინ იყვნენ ესენი, თავდაპირველად ისევ ფიქრობდნენ, რომ ვიღაცა ამ კაცმა აწყენინა. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ ეს კაცი არაფერს უაში არ იყო, იმიტომ რომ ამ ხელმოცარულ მდიდარს სახლი დაუტოვებია, სხვაგან გადასულა, ქვების კენჭების სროლა კი ამ სახლში გაგრძელებულა. ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე? იქნებ ჭინკები. შალიკა სტუდია, ვლასი ვაწაწე. ჩვენ ვაგრძელებთ სიუჟეტს ღამის თბილისიდან ჭინკების შესახებ, იმ ადგილების შესახებ, რომელიც ჭინკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ელოდეთ მესამე სიუჟეტს ეხლავე. დროებით.